პორტრეტი 3-4-ზე. იღუმენი შიო მუჯირი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი. დაიბადა 1969 წელს. დედა ნანა ქურდიანი უნივერსიტეტში იყო რუსული ენის კათედრის დოცენტი. მამა თეიმურაზ მუჯირი სპეციალობით იყო სამთო ინჟინერი. ყავს და. სწავლობდა თბილისის 53 საშუალო სკოლაში და პირველ მუსიკალურ ტექნიკუმში. შემდეგ 1988 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საორკესტრო ფაკულტეტზე, უკრავდა ვიოლონჩელოზე. ახალგაზრდა შემსრულებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე მოიპოვა პირველი პრემია. და შემდეგ შეიცვალა, უფრო სწორედ შეცვალა ყველაფერი. 1991 წელს თავი დაანება კონსერვატორიაში სწავლას. მე ესე ვფიქრობ. ესე ვცდილობ, რომ ვიცხო ყოველთვის მახსოვდეს ღმერთის სიყვარული. და ყოველთვის ვეცადო რომ ღვთისნება შევასრულო. შეძლებს დაგვარად, ხან გამოგდის, ხან არა, ხან ცოდავთ, ხან გვეშლება, მაგრამ პრინციპში აქეთ უნდა იყოს მიმართული. იმიტომ რომ ეს არის დანიშნულება ადამიანის. ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომ იყოს ერთობა ღმერთის და ადამიანის. იღუმენი შიო მუჯირი 1994 წელს აღიკვეცა ბერად. 6 წელი გაატარა შიომღვიმის მონასტერში. 1996 წელს უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქის ილია მეორეს ხელდასმით მიიღო მღვდლობა. 1999 წლიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წინამძღვრად. ამჟამად სწავლობს მოსკოვის სასულიერო აკადემიაშიც დაუსწრებლად. ჩემი ერთი შთაბეჭდილებით აქვს უდიდესი სურვილი და უნარი შეცნობისა და აქვს სიყვარულის გაცემის ნიჭი. ძალიან მინდა რომ ვასწავლოთ ყოველი საქმის დაწყების წინ ლოცვა ალბათ როგორ უნდა დავიწყოთ ყოველი საქმე. და აი ამით იქნებ დავიწყოთ ეს ჩვენი საუბარი. საერთოდ ყველა საქმეში ადამიანს სჭირდება ღმერთის შეძენა. ერთის დახმარება. იმიტომ რომ აი ქრისტე ამბობს რომ ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ სიკეთეს, არა, ღმერთი თავად არის წყარო სიკეთის და ღმერთის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება ძალიან ყოველი საქმის გაკეთება და ამიტომ საჭიროა ლოცვა. ძალიან უბრალოდ, აი მამები გვირჩევენ როგორც მამას ისე უნდა მიმართო ღმერთს, დამეხმარე ღმერთს ამ საქმეში. შეიძლება მამაო ჩვენო წავიკითხოთ. ღვთისმშობელს მიმართოთ ყველა წმინდასა, ეს მცირედი ლოცვა აუცილებელია. წავიკითხოთ რა ჩვენ. ბახო საქმეს ვიწყებთ ახლა ჩვენც. ლოცვა წავიკითხოთ, ავიკითხოთ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედნენ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ერთ ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიდებენ ჩვენ თანანადები ჩვენი. ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთ ამათ ჩვენთა და ანუ შემიყვანეთ ჩვენგან სასწნელს არამედ მიიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ შენი არ სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უქუნითი უკუნისამდე. ამინ. კაცმა როგორ უნდა იცხოვრო? ნუ ალბათ ცხოვრების აზრი უნდა იპოვო. აი რა არის შენი დანიშნულება, რა გინდა. მაგრამ ყველაზე დიდი სიბრძნე არის რომ შენი პიროვნება, შენი თავისუფალი ნება დაუკავშირო ღვთისნებას, დაუმორჩილო, ღმერთს მისდიო. და იცხოვრო სახარების ცნებებით. ქრისტეს ცნებებით, იმიტომ რომ ქრისტე არის გზა განცხოვნებისკენ. ეს არ არის ადვილი ალბათ.
ნუ, რა თქმა უნდა, ქრისტე ამბობს, რომ სასუფეველიც და იიძულების. ესე იგი, გარკვეულწილად, როცა მოიაზრებ აი ამ საჭიროებას, აუცილებელია, რომ გადალახო რაღაცა სურვილები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგება. რა უნდა გახსოვდეს ყოველთვის? უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთს უყვარს ადამიანი. სამწუხაროდ იცით, ხშირად გვავიწყდება ჩვენ ეს და გონია, რომ ღმერთის ჯის ადამიანს. აი თქვა ცოდვების გულისთვის, უშუალოდ ღმერთის ჯის და აი ეს ანტონი დიდი ღირსი მამა ამბობს ესეთ რამეს. ღმერთი კი არ გჯის ჩვენ. არამედ ჩვენ თვითონ, როდესაც არასწორად ცხოვრობთ, არასწორად ვაზროვნებთ, ჩვენ თვითონ ვისჯებით, არასწორ მდგომარეობაში ვიმყოფებით. და ის ამბობს, რომ ღმერთი არის უცვალებელი, რომ შეუძლებელია, რომ ღმერთი შეიცვალოს, ან გაბრაზდეს, მერე მოწყალე გახდეს ყოველი ჩვენი, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე, იმდენი რომ ღმერთი იცვლიდეს თავის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას და ეს არის შეუძლებელი, რომ ჩვენ კარგი და ცუდი ქცევის გამო ღმერთი იყოს ცუდად ან კარგად, არა? და მამა ეს ანტონ დიდი ამბობს, რომ ღმერთი არის ყოველთვის სიყვარული. ყოველთვის უყვარვარ ჩვენ ღმერთს. ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს. თუნდაც გვახსოვდეს, რომ ღმერთი არის სიყვარული, სულ უყვარვარ ჩვენ ყველგან და საკმარისია ჩვენ მოვტრიალდეთ სინანული გამოთქვათ, გესმით, დავინახოთ ჩვენი ცოდვები, მივიდეთ როგორც მამასთან, აი როგორც სახარებაშია, ხო, უძღებიშვილი სიგავით გახსოვთ. ღმერთს უყვარვარ ჩვენ ყოველთვის და მაშინათვე გწყალობს და შეგვიწყალებს. ესე იგი აღმოვაჩენო, რომ დამნაშავე ვარ მე თვითონ. მაგრამ დანაშაულის გრძნობით ცხოვრება როგორ გითხრათ, ეს არის სხვა რაღაცა, ცოტა სხვანაირი გრძნობაა. ჩვენი გაგებით დანაშაულის შეგრძნება ცოტა სხვა არის და სინანული არის სულ კიდევ სხვა რამე. აი ეგრეთ წოდება ღვთის შიში ალბათ გაგიგიათ, ხო? აი წინასწარ მეტყული ამბობს, რომ დასაბამი სიბრძნის არის ღვთის შიში. და ეს სინანულის გრძნობა რა არის, იცით, აი იგივე ეს ღვთის შიში. როდესაც წარმოიდგინე, რომ შენ ყავს ვინმე ადამიანი ახლობელი, დაუშვათ დედა, რომელსაც ძალიან უყვარხარ თქვენ, რომელიც გადაყოლილია და რომელიც მზად არის მთელი სიცოცხლე მოგცეს შენთვის დათმოს რა. და შენ ხომ გიჩდება შიში იმისა, რომ აწყენინო მას შენი ქცევით. გესმის, აი ეს სიწმინდე, აი ამ ურთიერთობების სინატიფე და სიწმინდე შეურაცხო. შენი უხეში ქცევით, არასწორად შენი მით რომ აწყენიო, არასწორად მოექცე, უპატივცემლო და ასე. აი ზუსტად იგივეა ეს, ესე იგი ღმერთს იმდენად უყვარვარ ჩვენ და იმდენად ყველაფერი მოგცა და ყველაფერს გვაძლევს, გესმით? რომ აი ეს სინანულის გრძნობა დაკავშირებულია არა იმასთან, რომ მე საკუთარ თავს ვითრგუნავ და ცუდად ავარ ამიტომ და რაღაც ტვირთი. არამედ პირიქით ეს არის შიში იმის, რომ აი მე შეურაცხავი ეს დიდი სიწმინდე, ეს სიყვარული, ჩემი ქცევით, ჩემი არასწორი. აი ეს შეგრძნება აბსოლუტურად ჯანსაღია და პირიქით ათავისუფლებს ადამიანს. რა არის კარგება? არის კარგება, რაც მარადიულია. სიყვარული? რა თქმა უნდა, სიყვარული, მეგობრობა, სიბრძნე, რა ვიცი, სიმდაბლე. რას არ უნდა არიდო გაცმა თავი? საკუთარ თავში სიმართლის ძიებას არ უნდა არიდო, ესე იგი არ უნდა გაიმართლო ყოველთვის თავი. მე ესე მგონი ამდენ. რა არის კანონზომიერი? როდესაც ადამიანი შორდება ღმერთს, არ პასუხობს ღმერთს სიყვარულით სიყვარულზე, ის სულიერად კვდება. თქვენ თვითონ რა ფიქრით იწყებთ ყოველ დღეს? სხვადასხვა ფიქრები მოდის დილიდან. მე ვცდილობ, რომ ყოველთვის მოვიკრიბო ჩემი გონება ღმერთისკენ, რომ აი მადლობა უთხრა ღმერთს ყველაფრისათვის. ხო, მადლიერი. ვეცადო, რომ ვიყო თავმდაბალი. ნუ ეს ვეცადო ყოველ შემთხვევაში ეს ამ ცდილობასაც იწირავს ღმერთი. როგორ მოხვედით და რატომ მოხვედით? ეკლესიაში? იცით, რომ მე სწავლობდი კონსერვატორიაში. მუსიკოსი ვიყავი და ისეთ მოხდა, რომ ცხოვრებაში რაღაც კრიზისი დამიდგა, შემოქმედებითი, აი რაღაც ცხოვრების აზრი დამეკარგა.
ვერ პოულობდი და დავინახე კიდევ რატომ უმთავრესად რამგვანა პირობა რომ დავინახე მე რომ ერთადერთი გზა სულის გადარჩენის არის ქრისტე. შენ რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, რაც არ უნდა დიდი იყო და ძლიერი და მოწოდებული, ესე იგი ეს სულის გადამრჩენი გზა სულის გადარჩენის არის გახსოვთ ქრისტე, მე ვარ კარი და მე ვარ ჭიშმარიტი, მაგრამ ეს ყველაფერი არის საშუალებები დანარჩენი. ეს ყველაფერი არის გატაცება, ნიჭი, ეს ადამიანის ინტელექტის და მისი ცხოვრების ამბავია, მაგრამ თავისთავად ეს ყველაფერი ვერ აცხონებს. გესმით? აი ეს არის. აი ამის თქმა მინდოდა. და არავითარ შემთხვევაში იმის თქმა არა რომ მე მინდა დავამცირო რაღაცნაირად თქვა ის სპეციალობა რომელთაც მე ვიყავი გატაცებული მანამდე. პირიქით და არც თუ ისე ცუდი ის მქონდა რა ქვია მიღწევები მაშინ საკმაოდ კარგად ვზნობდი თავს იმ სფეროში. რა გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში და რა გაგიადვილდათ? იცით რამ გამიადვილა? ადვილი იყო ის რომ მე აბსოლუტურად სავსედ ვზნობდი თავს. გესმით? გამიადვილა მე ეს ყველაფერი ჯერ ესეთი იმ გაოცებამ რაც მე შევიგრძენიე როდესაც გავეცანე ამ სოფხედელობას უფრო ღრმად. და აბსოლუტურმა სისავსის გრძნობამ რომ მე მივიღე ის რაც მინდოდა და დღემდე ვარ ესე. გესმით? ერთი წამი არ ვნანოფ იმაზე რომ ეს შევცვალე ჩემი ცხოვრება. ასე პირიქით სულ მადლობელი ვარ, სულ ახალს და ახალს პოულობ და ეს ასე ვთქვათ ძალიან ღმერთი მეხმარება ამ ხრივ. ძალიან დიდი ბუდუში რო გეკითხებთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ ამაში? რა თქმა უნდა. და ამას მე ეს ჩანს საიდან იცი შინაგანი განწყობიდან. როდესაც გიხარია ამის კეთება, როდესაც ბუნებრივად გზნობ, როდესაც გაინტერესებს. რას მოერიეთ? რა თვისებას მოერიეთ საკუთარ თავში? ხა რა ვთქვა რომ რაღაცას მოვერიე მე ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი უბრალოდ ეს ბრძოლა არის საკუთარ თავში ბოროტებასთან ყოველთვის. აი რა აღარ გაშინებთ? რა აღარ მაშინებს იცით დავინახე მე რომ შეიძლება აი ეს უშიშრობა მოიპოვო, როდესაც ღმერთის იმედი გექნება. უიმედობაში ხარ კაც ჩავარდნილი, როგორ უნდა მოიპოვო ეს იმედი? ვიცი, ძალიან რთულია ეს კონკრეტულ შემთხვევაზე, ეს ზოგჯერ ვის რა აქვს. თქვენ არ გქონიათ მსგავსი პერიოდი? როგორ არ მქონია, რა თქმა უნდა, მქონია და მე ერთადერთი ღმერთმა მიშველა. ისო ღმერთთან მივედი. ესე იგი უნდა რა თქმა უნდა, ესე იგი უნდა დაინახოს ადამიანმა რას ცოდავს. რა არის მისი შეცდომა, რის გამოა ესე. ეს უიმედობა რა არის? ეს არის მადლის დაკარგვა რა, როდესაც ღმერთი აღარ ეხმარება ადამიანს. ღმერთს რო განეშორება ადამიანი, მადლი განეშორება ადამიანს და ეს უმადლო მდგომარეობა, ეს დეპრესია, ეს არის საშინელება. ხშირად არის აი ცხოვრების აზრს ვერ პოულობენ ადამიანები, 1000 მიზეზებია. და აი ადამიანმა უნდა დაინახოს ეს. და საკუთარ თავს დააკვირდეს, რა ეშლება, რას ცოდავს და ცდილობს ეცადოს გამოასწოროს. ყოველთვის მებრძოლი უნდა იყოს, ყოველთვის მომართული უნდა იყოს დადებითი აზროვნებისკენ, დადებითი ემოციებისკენ. და თავისთავად უნდა ახსოვდეს, რომ აი ღმერთის იმედი არსებობს. ვისთვის ხართ საჭირო პირველ რიგში? საჭირო ვისთვის. როგორ გითხრათ რაღაც ჩვენ და ადამიანმა მოახერხოს ეს ღმერთთან ურთიერთობა, რომელიც ცოცხლად შეიგრძნოს. და შეიგრძნოს ის რომ ღმერთს ვჭირდებით. ჩვენ ღმერთისთვის საჭირო ვართ იმ ხრივ რომ უყვარვართ ღმერთს, თორე ისე სხვანაირად რომ საჭიროებ ღმერთს არაფერი არ აკლია რა, ის ყოველად ნეტარი და ყოველად სავსე და ყოველად უცვალებელია და თუ ეს სიყვარული მე მექნება, თუ მე ამას მივახცევ რომ ეს შევძლო, მაშინ მე უკვე დავჭირდები ყველას, ვისაც სიყვარული ჭირდება რა, ასეა. ეს შეგრძნება ადამიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება იმისათვის რომ კი არ გვჭირდება, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უბრალოდ. ხო, ისთვის ვჭირდებით ერთმანეთს. ისთვის ვჭირდება, რა სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, არა, აბარისთვის. გააჩნია თუ გიჭირს და რაღაც ახლა ეგ სხვა სიტუაცია, მაგრამ დიდ ამბავში ამისთვის ვჭირდება ერთმანეთი. რომ
სიყვარულისთვის და ერთობისთვის და ღვთისდიდებისთვის. ძალიან კარგი. თქვენ თვითონ რა გჭირდებათ? მე მჭირდება სიყვარული. რო ვისწავლო. გესმით? რო ისწავლოთ? დიახ. და თავმდაბლობა და აი რასაც სიყვარულს მთელი ცხოვრება სწავლობ რა თქმა უნდა, კი. ქრისტიანული და ეკლესიური ცხოვრების საბოლოო მიზანი და რა ეძლევა ადამიანს, ეძლევა სიყვარული ეს ყველაზე და სიხარულის მადლი ღვთის, რაც ახარებს და ავსებს ადამიანს. და მეც მჭირდება, ალბათ რომ მე ახლა ისეთ მოწოდებული ვარ ისეთ საქმეზე, სასულიერო პირი ვარ, მრევლი მყავს, რომ მე უკვე ვალდებული ვარ, რომ რაღაცნაირად ადამიანებს ეს მივცი. ბევრი უნდა ვიშრომო, რაღაც ვილოცო. და პირველ რიგში დავინახო ეს მე ჩემზე არ ვამბობ მარტო, ყველამ ესე უნდა ვიფიქროთ, რომ დავინახოთ ის, რომ ჩვენ ღმერთის გარეშე არაფერი არ ვართ. აბსოლუტურად. რომ ყველაფერი გვაქვს ღვთისაგან. გესმით? აი ეს აზროვნებაც, ის გულით, სულით, ცხოვრებაც, სხეულით, ყველაფერი ეს არის ღვთის ჯილდო და ღვთის ნება და ღვთის საჩუქარი. და მე ვიცი რომ მე თუ ამას მოვიპოვებ, აი სიმდაბლეს თუ მოვიპოვებ, მე ვიცი რომ ღმერთი მომცემს. ამის აი ღვთის იმედია თქვენ რო ამბობთ რა არის. მე ვიცი რომ მე თუ ესე ვიცხოვრებ, მე ღმერთი მომცემს იმ სიყვარულსაც, იმ და სწორი გაგებასაც, მართ მიდგომებს, ამ ყველაფერს მე მივიღებ ღვთისაგან, იმიტომ რომ იმედი მაქვს ღმერთის. ესე იგი იმედი არის რომ შენ დარწმუნებული ხარ იმაში რომ ღმერთი იმხელა მოწყალე და იმხელა სიყვარულია რომ შენ მოგცემს ყველაფერს კარგად მოგიწყობს. და ეს ამ პარტავნებას, რასაც ვეძახით ჩვენ, ეს არის ყველაზე დიდი ზღუდე ღმერთსა და ადამიანს შორის. ვის როგორ ეხმარებით? რა სახის დახმარება უფრო საჭიროა ადამიანისთვის? გააჩნია ადამიანს, გააჩნია სიტუაციას. მაგრამ მე მგონია რომ ყველაზე დიდი დახმარება ეს არის მაინც რომ ადამიანს გაუზიარო სიყვარული. გესმით? გაათბო თამით უმეტეს დღეს. მეც ეს მჭირდება, ხო მეკითხები რა, მეც ეს მჭირდება რომ ეს სხვისგან სხვაშიც ყველანი ამას ვეძებ ჩვენ. და ყველაზე დიდი მოწყალება, დახმარება აი რომ ეს გაუზიარო, ეს მისცე ადამიანს. დიდება და სიმდიდრე საფსამისა და სიმართლე მისი გიეს უგუნიდი. როგორ უნდა მოიპოვოს ხვის ნდობა? რა ვიცი, ალბათ ახლა ამაზე არც უნდა იფიქრო ძალიან. საერთოდ ყოველთვის უნდა იფიქრო უფრო მეტზე, რომ ის უფრო ნაკლები კატეგორია თავისთავად მოყვება ამას. ხა მე მაგალითად არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვიღაცის ნდობა მოვიპოვო. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე ვაკეთო ისე, როგორც მე ეს მომეთხოვება. ეს თავისთავად გამოდის, კაცი რომ პატიოსანია და წესიერია და შრომელია და მცოდნეა და მოსიყვარულია და ის იმას ყველა ენდობა. მე გამოცდილები ცხოვრებაში რაღაც სიტუაციებიდან. რა აღარ არის თქვენთვის შეუძლებელი? რის მიმართ აღარ გეშინიათ, რომ აი არა, მე ამას ვერ გავაკეთებ? მე საერთოდ ვცდილობ, რომ ყოველთვის დადებითად მივუდგე ყველაფერს. გესმით? და ესე არა მაქვს მე, რომ აი მე რაღაცას გავაკეთებ. ხო. გესმით? აი მე ვიცი, რომ მე თვითონ ჩემი თავის იმედი რომ მქონდეს მარტო მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. აი ესეთ თუ საქმეში როგორც არის მოძღვრობა, ღვთლობა, ურთიერთობები და ასე შემდეგ. შემეცნება აი ამ დიდი მსოფლმხედველობის, რასაც ქრისტიანობა ქვია და ამას მე თვითონ ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე ყოველთვის ვიცი ის, რომ ღმერთის შეწევნით მე ყველაფერს გავაკეთებ. გესმით? დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, რაც დამარადით და უგუნითი. რას არ ეღალატება? ესეთი კატეგორიებია, ყველაფერს ეღალატება პრინციპში, არა? მაგრამ ეს არ უნდა უღალატო. არ უნდა უღალატო ღმერთს, არ უნდა უღალატო ცოლს, არა? შვილს არ უნდა უღალატო, არ უნდა უღალატო სამშობლოს. არ უნდა უღალატო მეგობარს, რა ვიცი, ღალატი არის, ღალატი არის ეშმაკის თვისება, ყოველთვის. რას უნდა გაუფრთხილდე? საკუთარ სულს.
რას უნდა გაუძლოს კაცმა? სირთულეებს განსაცდელს და გაუძლოს. რა უნდა იკმარო კაცმა? რაც გააქვს, უნდა იყო მადლობელი. გიხაროდეს და მეტი გექნება ყოველთვის. არა არ უნდა იკადრო? წვრილმანობა, ეს ღალატი, ორგულობა, ქლესობა, კაცმოთნეობა, რა ვიცი, ქურდობა. რას არ უნდა დაემორჩილო? რა უნდა დაემორჩილო ბოროტებას. ეშმაკს. და საკუთარ ოფოფებს და რა არ უნდა გაცდუნოს? ოჩვენებითმა რაღაცა, ასე ვთქვათ, ფასეულობებმა არ უნდა ავარდე როგორც ამბობენ. რას უნდა დააღწიო თავი? უნდა დააღწიო თავი საკუთარ თავს, საკუთარ თავში პატარა ადამიანს, რომელიც გიშლის ხელს. თქვენ ყავთ ეს პატარა ადამიანი? რა თქმა უნდა. ყველას ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ხშირად ჩვენშიც ეს პატარ-პატარა გველუკები დაცუცავენ, რომელიც და ალბათ რაღაც ეტაპზე მივაღწევთ მათ მოშორებას? რა თქმა უნდა, თუ ღვთის შეწევნით და წყადა თუ იშრომებთ და სწორედ ცხოვრებით, აი მართალი ცხოვრებით, რა თქმა უნდა, მივაღწევთ ეს ჩვენზე ბევრი არის დამოკიდებული, თუ მოვინდომებთ. მიაღწიეთ ამას? არა, როგორ მივაღწევ. უბრალოდ ღმერთი მეხმარება. გესმით, აი ძალიან საინტერესო რამე არის კიდევ, მე აუცილებლად მინდა რომ ახლა ეს მერე თქვათ, ახლა სასარგებლო. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ, რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ რაღაცა მივიღოთ, კარგია რა ღმერთისგან. უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმეების გამო კი არ გვეძლევა ეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სწავლება ეკლესიის მოაზროვნეების და მამების. რომ ესეთი მიდგომა კი არ უნდა გქონდეს, რომ აი მე ხა რაღაცა გავაკეთე, დავუშვათ ვილოცე, ვიმარხულე, ვიღაცას ვაპატიე, რაღაც იქეთი და აი სამაგიეროდ მე ღმერთი აი ამას და ამას მომცემს. იმისთვის კი არ გეძლევა შენ სიკეთე, რომ შენ რაღაცა გააკეთე. არამედ გეძლევა თამდაბლობისთვის. გესმით? აი იმ თამდაბლობისთვის, რომ შენში ხედავ, რომ შენ თვითონ ამას ვერ აკეთებ და ღმერთი აი ამისთვის გაძლევს. და სწორედ ეს სიკეთის გაკეთება ამას გვასწავლის ჩვენ ამ თამდაბლობას და არა იმას, რომ აი მე დავაგროვე რაღაცა სიკეთეები, აი ვიარე ეკლესიაში, იქ შაბათ-კვირას დავუშვათ ვიმარხულე რაღაცები და აი მე გავაკეთე მეტანიები ის და ამისთვის ღმერთი მე მაპატიებს რაღაცას. ეს არასწორი, ეს არის ვაჭრული დამოკიდებულება. და ეკლესიის სწავლება არის ესეთი, რომ ჩვენ თამდაბლობისთვის გვაძლევს ღმერთი, სიმდაბლისთვის. აი რა ჭირდება ქვეყანას? დღეს ჭირდება ერთიანი აზროვნება, სახელმწიფოებრივი, ეროვნული, ჩვენი წმენა ჭირდება, მადლი ჭირდება, რამდენი ცოდვაა ჩვენში. არა, რამდენი გაუტანლობა, რამდენი მართლა ხალატი, რამდენი ცუდი რაღაცები ხდება და იმიტომ ვარ ცუდად. აქ არ არის ეკონომიკაზე მარტო ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ პირველ რიგში გვიჭირს სულიერად დღეს. ესე იგი, ჩვენ ერთს მე ესე მგონია, რომ აი მე დავამთავრებ, მე ესე მგონია, რომ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ერთს დღეს სჭირდება შინაგანი განკურნება, აი რაც თავარია. შინაგანი პრობლემების გაუმჯობესება, გადაწყვეტა, განკურნება, ისევ ღმერთთან მოსვლა, ისევ ჭეშმარიტებასთან, ისევ ჯანმრთელ საწყისთან მოსვლა, სჭირდება სულიერი გაჯანსაღება. დავუშვათ განათლებაში, სიტყვაზე აი მომავალი თაობების აღზრდაში უნდა ვიზრუნოთ, რომ აღზარდოთ არა მარტო საქმის მცოდნეები, პროფესიონალები, არამედ ზნეობრივი ადამიანები. ხო და ზნეობრივი ადამიანი როგორ სათავეში სადაც არ უნდა დააყენო, რომელ მმართველობაში არის, ის ყოველთვის იფიქრებს ერზე, იფიქრებს პირველ რიგში სხვის ინტერესებზე. და არა თავის. და არა, რა თქმა უნდა, თავის თავზეც იფიქრებს, მაგრამ ისე მოახერხებს, რომ არც მწვადი დაწვას და არ ჩამფური. და თავის ხალხი არ გაუბედუროს და არ დატანჯოს. ვინც არის მის, ასე ვთქვათ, ხელქვეითი.
და მაინც რა აქვს კარგი დღევანდელობას? კარგი არის რომ ჩვენ ვართ. გესმით? რომ სიცოცხლე გვაქვს, რომ გვაქვს სამშობლო, რომ გვაქვს წმენა, რომ არის ღმერთი, რომ არის სიყვარული. ეს ყველაფერი ეს რო არის მეგობრობა, რომ ვცოცხლობ, ჩვენ შეგვიძლია ღმერთთან ვიყოთ. გესმით, რომ გვაქვს ეს არის კარგია ყველაფერი. რახან ვართ, ის დრო, სადაც ჩვენ ვართ, არის კარგი. მიუხედავად იმისა, რაც ცუდი რაღაცებიც არ უნდა ხდებოდეს სოციალურად, პოლიტიკურად თუ რაღაც ეკონომიურად. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით ღმერთთან, გესმის ერთად ვილოცებთ, ერთად სწორედ ვიცხოვრებთ ქართველები. მაშინ რაც არ უნდა იყოს სოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია, რაღაცნაირად ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება. აი რა არის ის ქართული ხასიათი ან ქართული ისევა ან ტრადიცია, რაც არ უნდა დაიკარგოს. ქართველები ვართ ჩვენ უფრო ორიენტირებულები აი ეს სიყვარულზე. ეხლა ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ძალიან ბევრ თვისებებს, იმ ტრადიციებზე, რაც კარგია ურთიერთობებზე ოჯახში, მეგობრობაში, რა ვიცი, ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა თქვა რა არის თავი. ქართველები უნდა დაუბრუნდნენ ღმერთს და არ უნდა დაკარგონ აი ის, რაც ყოველთვის ჰქონდათ, რის გამოც იფარავდა ღმერთი ყოველთვის. რის გამო? აი ეს იყო ქრისტიანობა. ერთგულება ქრისტესი და მორჩილება. რას ტოვებს ადამიანი? რასაც შექმნის სიკეთეს. ერთის მხრივ იქაც მიაქ იმ ქვეყანაზე, რა? და აქაც ტოვებს, შვილებში ტოვებს, მის ოჯახში, მის საომალობაში. მნიშვნელოვანია. სხვას არაფერს არ ტოვებს. ნუ შეიძლება ქონება დატოვოს კიდე ცოტა. არა, ეგ არაფერი არ არის. დატოვოს კაი სახელს ტოვებს, სიყვარულს ტოვებს. რას ეძებს ადამიანი? ადამიანი ეძებს განსვენებას. ალბათ. ყოველთვის. და სიყვარულს. რისი გადალახვა უჭირთ ხოლმე? ყველაზე მეტად. ყველაზე რთული არის საკუთარი თავის ყოველთვის გადალახვა. ყოველთვის. საკუთარ თავთან ბრძოლა. ყველაზე დიდი ბარიერი არის ეს. ეს თუ დაამარცხე, ესე იგი გამარჯვებული ხარ. რას ცვლის დრო? დრო ადამიანს ცვლის ალბათ. მაგრამ რას ვერ ერევა დრო? რაც დროის კატეგორიებში არ შედის. რაც ღვთაებრივია. ვერ ერევა. სიყვარულს ვერ ერევა. ეს სიყვარული რა კაი რამე ყველაფერში აქტუალურია. არა? რა მოიპოვეთ თქვენით? სიმშვიდე? სხვათა შორის უფრო სტაბილურობა მოიპოვე. უფრო კი არ მოიპოვე, ღმერთი მაძლევს და ძალიან მიხარია. რას ელოდებით? ველოდები რომ ჩვენ ქვეყანაში ცოტა გამოსწორდეს მდგომარეობა. სულიერიც და მატერიალურიც და ყველა ხალხი ცოდოა ძალიან განჯება. ამაზე ლოცულობ, აი გულით რა. კიდევ ბევრ ამას ველოდები ახლა. რას თხოვთ საკუთარ თავს? საკუთარ თავს თხოვ რომ იყოს ყოველთვის მომართული აი ამ ფასეულობებს. რომ ვიცი რომ სხვა გზა დამღუპელი და მე შენია იქ სხვა გზაზე რომ წავიდე. რისთვის ხართ მზად? მე მაქვს სურვილი და ლოცულობ იმაზე რომ მზად ვიყო აი ეს კრიტიკულ სიტუაციაში. ღმერთმა ძალა მომცეს, გონება მომცეს. ეხლა რა თქვა რომ ეხარ ისთვის ვარ მე მზად, რა ვიცი ეხლა რა მოხდება 5 წუთში მე არ ვიცი არა. არის ხოლმე სიტუაცია როცა აი მზად არ ახარ ადამიანი გესმის სულ ფორმაში უნდა იყოს სასულიერო პირი ამ ხრივ რომ სულ უნდა მზად იყოს რომ ადამიანს გაუზიაროს მე გასცეს აი ეს ყველაფერი და არის ხოლმე რომ მზად არის აი არ ახარ რაღაც უცებ
ისე ვერ გრძნობ თავს, ან არ ყოფნის სიყვარული, არ ყოფნის სიბრძნე, რამდენია იცით ეს რამ გივნეულია. კონკრეტულად რა იქნება და როგორ მზად ვიქნებია ეს ამის თქმა, ეს ღმერთმა მომცეს ყოველთვის მზადყოფნა და ყველას ჩვენ მოგცეს. დღევანდელი გადაცემის გმირი იყო ერთი ჩვენთაგანი. ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი შიო მუჯირი. გადაცემაზე ვმუშაობდით მეგი მაღლაფერიძე და თამარ კიკვიძე.